კონტროლის პალატა კონტროლს ამკაცრებს 2011 წლიდან ბეჟაშვილის უწყება ყველა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებს გააკონტროლებს. შემაჯამებელ სხდომაზე დღეს ლევან ბეჟაშვილმა 2011 წლის 10 პრიორიტეტი წარმოადგინა. უწყება განსაკუთრებულ კონტროლს დააწესებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ დაზღვევის პროგრამებზე, სოციალური დახმარების სისტემაზე, სამედიცინო მომსახურებასა და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, განათლების სამინისტროსა და გარემოს დაცვის პროექტებზე, ასევე ფინანსთა სამინისტროს სასჯელ აღსრულებისა და თავდაცვის სფეროზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობისთვის გამოყოფილ ბიუჯეტსა და თბილისის თვითმმართველობებზე. ამ სფეროების შემოწმების მიზნით ყოველ წელს ჩატარდება ფინანსური აუდიტი. კონტროლის პალატაში შეიქმნება თბილისის შესამოწმებლად სპეციალიზებული მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმოს თბილისის ბიუჯეტის ხარჯებს, შესყიდვების მიმდინარეობას, ტენდერებს და ასე შემდეგ, რათა ასე ვთქვათ, ის მომენტებული საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც არის თბილისის ბიუჯეტისადმი, დაკმაყოფილებული იქნეს და ჩვენ გქონდეს რეალური ინფორმაცია, რაში იხარჯება კონკრეტული თანხმები. მეორე საკითხი, რომელიც ჩვენთვის აქტუალური არის, გახლავთ ის, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ კონტროლის პალატა დაიწყებს თავდაცვის სამინისტროს სფეროს შემოწმებას და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად ჩვენ უკვე განსაზღვრავთ იმ გეგმას, რა გეგმითაც მოხდება მთლიანად ამ სისტემის შემოწმება, აუდიტის ჩატარება, მონიტორინგი და ასე შემდეგ. მესამე პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვანად გვესახება, ის გახლავთ სამედიცინო პროგრამები, 2000 და ჯანდაცვის პროგრამა. და მეოთხე საკითხი, რომელიც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის საჯარო დაზღვევის სფერო. ეს არის ის სფერო, სადაც არც მოქალაქეების, არც მედპერსონალის, არც სახელმწიფო ინტერესები დაცული არ არის, უზრუნველყოფილი არ არის, გარდა სადაზღვევო კომპანიების.